ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთ სარჩელს ამზადებს. ამჯერად სამართალდამცავი უწყებების ინტერესის სფეროში შესაძლოა ჯაბა ანანიძის საგამოძიებო ფილმის ერთ-ერთი რესპონდენტი აღმოჩნდეს. საუბარია გურამ ხიმშიაშვილზე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში წლების განმავლობაში მძღოლად მუშაობდა. მას შემდეგ, რაც მან საგამოძიებო ფილმში მედია ვასაძისა და მოქალაქე დიანა დიასამიძის ინციდენტის დეტალებზე საჯაროდ ისაუბრა, უმაღლეს საბჭოში 1 წლის წინ მომხდარი ავტოავარია გაახსენდათ, რისთვისაც ფინანსურ კომპენსაციას გურამ ხიმშიაშვილს დღეს თხოვენ. გურამ ხიმშიაშვილმა უხეში გაუფრთხილებლობით ორჯერ მოახდინა ისეთი ავტოავარია, რომ უმაღლესი საბჭო აზარალა 6300 ლარით. დღეს მის მიმართ მზადდება სარჩელი უმაღლესი საბჭოსთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. ეს გახლავთ ამონარიდი საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიისადმი მიწერილი წერილიდან, რომელიც მედია ვასაძემ ფილმის უმაღლესი კომფორტით ეთერში გასვლის შემდეგ გადაუგზავნა. ფილმში გურამ ხიმშიაშვილი ადესტურებს, რომ დოდო დიასამიძესთან დაკავშირებული ინციდენტის დღეს სათვალთვალო კამერებიდან კადრები აშალეს. ხიმშიაშვილი ფიქრობს, რომ მედია ვასაძე მასზე შურისძიებას გეგმავს. ავტომანქანა დაზღვეული იყო სადაზღვევო კომპანიის მიერ და მე არ ვიყავი ვალდებული, რომ მე ავტოშემთხვევის მიღენებული ზარალი მე გადამეხადა, რადგანაც ჩემს მიერ იქნა სიმართლე თქმული იმის შესახებ, რომ როგორ რა მოხდა იმ დღეს უმაღლეს საბჭოში. აი ამის შემდგომ დაიწყო ჩემს მიმართ აგორდეს ბინძური თამაში. აჭარის უმაღლეს საბჭოში განმარტავენ, რომ გურამ ხიმშიაშვილმა საბჭოს კუთვნილი ავტომობილი დაუდევრობით დააზიანა, რის გამოც სადაზღვევო კომპანიამ ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა. ამის საკანონმდებლო ორგანოს 6300 ლარიანი ზარალი მიადგა, რაც ალექსანდრე ჩიტიშვილის თქმით დამრღვევმა პირმა ამ შემთხვევაში ხიმშიაშვილმა უნდა დაფაროს. აჭარის უმაღლეს საბჭოში დაადასტურეს, რომ უახლოეს პერიოდში სასამართლოში აღნიშნული სარჩელის შეტანას აპირებენ. არავითარი კავშირი ამას მის თქვათ გაკეთებულ კომენტარებთან არ აქვს. მოგესალმებით, ჩვენ თავის დროზე მიმართა სასამართლოს, რომ ICG Groups გადაეხადა სანაცვლო თანხა, სასამართლო პროცესები გაიწერა ელემენტ გაჭიანურდა. ეს არის თანხები, რომელიც არის ბიუჯეტის თანხები და ვალდებული ვართ მიმართოს სასამართლოს, რომ დამნაშავე პირისგან ამოიღოს ეს თანხები. თუკი სამართლო ამ პირს გაამართლებს, ჩვენ წინაშე ვიქნებით მარცხლები. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებულ ავტომანქანასთან დაკავშირებით ჩვენ დაღოს ვაწარმოებდით პირველ და სააპელაციო სასამართლო ინსტანციებში სადაზღვევო კომპანია ICG Group-თან. ამ ეტაპისათვის ორი სასამართლო პროცესის შედეგისგან გამომდინარე უმაღლესმა საბჭომ ეს დავა წააგო. რაც შეეხება ბატონ გურამ ხიმშიაშვილს, ჩვენ არ გამოვიწყავთ, რომ ამ ადამიანის მიმართაც აუძრათ სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში. თავად მედია ვასაძე საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა სატელეფონო საუბრისას განმარტავს, რომ უმაღლესი საბჭო სასამართლოსთვის მიმართვას ხიმშიაშვილისათვის სამაგიეროს გადახდის მოტივით არ აპირებს.